აშაბა დავბრუნდეთ შაჰის ოთახებში, არ ვიცი რა სასახლე, მაგრამ იქ ბევრი ოთახია, ყველაფერი ერთად და ახლოს არის. პიესა სამშობლო ბოლოს სცენები, ასე დავარქვათ. ჩვენ რო შეგახსენოთ ქეთევანი ცოლი დატუსაღებული შეთქმულთა მეთაურის, რა ქვია, სიმონ ლეონიძის და საყვარელი ამ ლეონიძის მარჯვენა ხელის ლევან ხიმშიაშვილისა შახს თხოვს პირობის ასრულებას, რომ შეიწყალოს გაათავისუფლოს ლევან ხიმშიაშვილი და შახი უარზეა. კითხარით საშინელი ლაპარაკები და განზე მიაგდო შენ გაჩუქე სიცოცხლეო ქეთევანი შახმა და ამ დროს კი ოთახში დაუკითხავთ შემოვიდა შახის მგრძნობიარე ქალიშვილი ფაიხოში. და ფაიხოშს ახლა მოყვებიან ექიმი და მთელი ეს, რა ქვია, ამალა ეს ბოროტი ხალხი ვინც ახლავს იქ, მაგრამ აი ესეთი გოგოა კი არაფერი გამოეპარება. სუატყუებენ და ის და აიმე ეს ქალი ვინ არის აქ რომ მიმჯდარა რა შეწუხებული ქალია, საწყალიო. მთხოვნელიაო, მთხოვნელი. აცავდა და წაიღო ტვინიო. ახლა ქეთევანი იმის ჩიტია ეს ლაპარაკი გაატაროს და წამოხდება და შემოიჭრება საუბარში, რათა გახსნას ეს თემა. ხო და ეუბნება რომ ქალბატონო ბოდიშიო მე ჩაგრული ხალიო, ვაიმე რა კარგი ხალია ეს საწყალი ხალი შეუსრულე ამაში ვერ შეუსრულე მაგას სახელმწიფო საქმეა უკვე შეუსრულე მაგას მე რაც ეკუთვნოდა მაგას მივეციო სიცოცხლე ესე და მეო და ეს ქეთევანი დააძახებს რომ მე ლევან ხიმშიაშვილის შეწყალებას ვითხოვ და პირკატა ეცემა ფაიხოშს რაჭი შესაწყალებელი ჩემ ხსნელსო ახსოვთ ფაიხოშმა რომ ქალაქში გაისეირნა და ქვები დააყარეს ხალხმა როგორც შაჰის ქალიშვილს და ლევანი გადაეფარა რომ ბავშვიაშვილია ესე რომ ბავშვი ხო ლევანი მაო ცუდი საქმე ჩაიდინაო რაღაცაო და დავიჭირეს ეს უფუჩეჩებს შაჰი ხო და მე ვითხოვ ეს ქალი და ლევანი როგორ უნდა მოკლა ფაიხოშ შეუნება და შეყვებიან ამ კამას და არ უთო ამ ამას ძალიან კი უყვარს მაგრამ სახელმწიფო საქმეზე რომ მოდგება არ უთმობს ამ ქალი ისე ეფოფინება და ეს და უცბად ფაიხოშ წაუაგურ და სელზე მიესვენება იმიტომ რომ ეს გრძნობებისგან ესა რა ქვია და ვაიმეო ეს დაძახებს რა ქვია შახი და ჯანდაბა შენ რო გადაგეკიდება შენ თავს ბავშვი მოასულიერებ და ასულიერებს ექიმი ფაიხოშ ხო და ჯანდაბას შენი თავისუფალია ლევანისაო რა ქვია ხიმშიაშვილი შახი ამბობს ეხლა კი წაეტრი აქედან საღამ ერთ რამეს გეუბნებიო ხო ვიცი შენი საყვარელია საღამ დაბნელებამდე ქალაქში არ იყოთო ორივეს გიშვებთო შენ ხო მოგეციო იმასაც ვაძლევ ქალაქიდან გასვლის უფლებას და წაეთრიეთ აქედან და ეს ახალმოსურვებელი ფაიხოშ თვალს უყობს ქეთევანს და ეუბნება რომ ზოგჯერ ესეცა ჭრისო ანუ თან მანიპულატორია ყველაფერთან ერთად ესე იგი იცის მამის სისუსტე და ვითომ წაუვიდა გული ეხლა უკვე მოქმედება გადადის შაჰის ერთ ოთახში რომელიც სასამართლოა და მეორე საწამებელი და მესამე სატუსაღო და ეს ჩვენი ხუთი კაცი უკვე გაასამართლეს და გამოხავთ იქიდან, აი ხო გახსოვთ ისრაფილ ხანი და ესე და მოხვებიან და აქ ჩდება ესე იგი პირველ მოქმედებაში ნახსენები რა ქვია ოფიცერი ისკანდერ ბეგი რომელიც აი ამ წყეულ ჭრილობის დამსმელი არის დამსმელი და რომელიც იქ სასახლეში ხამ ტყვეების საქმეებში ტრიალებს რა ხიმშიაშვილი თავისუფალია შენ კი აქეთ წამობრძანდები საწამებელ ოთახში ეუბნებიან ლეონიძეს. ესეა ხო არა შენ ითვლება რომ შენ უნდა გაწამოთ. ურთიერთობი აბსოლუტურად ჩვეულებრივი და ეს არის. ხო და აქეთ წამოდი აქეთო, მაგრამ ამან არ იცის ჯერ რომ ლევან ხიმშიაშვილი შეიწყალეს. თვითონ ლევანმაც არ იცის ჯერ, რომ ეს ცალკე გამოყავთ აქეთ. გამოკეთ სცენიურად ეს გამართულია, ხა მე შეიძლება გამომართავად. და ისკანდერ ხან ბეგი ხო არის მდგმური. დიონიძის და აქაც ტიპიური შუა საუკუნეებრივი ამბავი თამაშდება. რაღაც ფასად
ქრთამად და იმათ საქმე იოლდება ხოლმე. საბოლოო შედეგი არ იცვლება, მაგრამ მაგალითად წამების გარეშე დაახჭო ჯაბე, რამდენ რომანში და დიუმასთან იმას მოახჭერა ნუ აწვალე. ნუ კისა. ისკანდერ ბეგიონი ხანჯალი მაქვს შენთვისო. რომ სანამ გაწამებ თუ თავი მოიკლავ რა. დიმიტრი დადიანმა მთხოვაო. აი იქ დანახული. ეს შახის კარი თავისუფლად არის დადის, იმიტომ რომ დადიანის შვილია და ამ საქმეში გარეული არ არის, მაგრამ კაი საქმეების მომგვარებელი ჩანს ხედა. დიმიტრი დადიანმა შემოგითვალა რომ ესა ხო და უხარია სიმახეთ. ანჯო არავის არ უნდა. ხო და მომეცი ხანჯალი და მოიცა ოთახში შევიდეთო ეს ისკანდერ ბეგი ეუნება და იქვე იმას κάνει. და ხოდელი გინდაო ეუნება. ანუ ახლა ეს თავში სრული შეუსაბამოა ჩვენ რელიგიასთან, მაგრამ ანუ ხოდელი აღსარებისთვის უნდა მე თავი მოიკლას რაღაცა. მე წესისთვის თუ ეს უცნობია. არა ღმერთი მეყოფა. პასუხობს სიმონი და შედიან ოთახში. ამ დროს სხვა ასეთივე ოფიცრებს და ამ საჯულებს გამოხავთ ლევანი. ხემ შეშტევნებენ წადი. რა წავიდეო კაცო? თავისუფალი ხარ კაცო წადი. ხა ლევანის კაცი არ არის თავისუფალი ხარ წადი და ამბობს რომ არცად არ მივდიო როგორ ეხლა? ჩემი მეგობრები აქ არიან ის. კაცო შაჰის ბრძანება, აი, ეუნება უხსნე და დიდ ჩხუბ სკანდალს ტეხავს რა. სკანდალს ტეხავს. ხო, არ გადის სასახლე შემახვედრეთ შახს, პირველ მე მომგალით იძახის. მე საცოცხლებელი არა ვარ, ისა და ეს ოფიცრე ისკანდერ ბეგი გარგულს თამაშობს ახლა. აი, სიმონი აქ არისო და ნუ ყვირი ხარო ეტყობა ეგრე მოხდა. ესო და ახვედრე, მათი დასკვნით შეხვედრა ხოლმე შედგეს რა. ნუ იქ შევარდებიან ეს ამბობს მე მიშვებენო. ეუნება და არ მინდა მე მოვკვდეო რა მე ხო დაგკვირდიო რომ ცოცხალი აღარ დაგენახები სიმონს ეუნება ხო და მე არ მინდა შენი პატი ის ეუნება რომ მე გაპატიეო კაცო საქმეაო აგერო და ჩავცვიდი თუ არა არ მინდა შენი პატიება მე ვითხარიო რომ მე ცოცხალი აღარ დაგენახები რას გეტყვი ციო გაგვყიდა ჩვენ ვიღაცა ნამდვილად გაყიდული მოკალია. პირდება დიდი ხვევნა კოცნა ესა და ეს გამოყავთ აქეთ. მაგრამ ისევ სასახლეში ტრია იქ რაღაცა ტექნიკური ამბებია და მალევე ისკანდერ ბეგი გამოვა და ჩაიცა ხანჯალიო და ადღობინებს რომ თავი მოიკლა სიმონზე. რას თქვა ერთი სიტყვას თქვა სამშობლო და გათა. ნუ ეს არის რა. ამ სპექტაკლ ძალა ესა ეს სიტყვა მეტი არაფერი საერთოდ არაფერი ეს სიტყვა იმდენად გაიშვია აი რაღაცნაირ ეს არის არა წასაკითხა სათქმელი ხმამა და ხანჯალიო მამეცით მაგის ხანჯალიო რა და ეს სინამდვილეში ისკანდერ ბეგის ხანჯალია რომ იცი არ მისცა დადიანს და მოკეთ აჩუქებს ამ ხანჯალს ამ ხანჯლითო მე მოღალატას მოგ ლევანი გამოდის მოკლედ ქალაქში გამოდის და ქალაქში რაღაცა ამ დროს არის ასე ტიხარის სცენა ქვია რომ ეპიზოდური მირები მედუქნე მუშა ქალი ისა უყურებენ რომავლაბარში ეწყობა ეს რა ქვიან კოცონისთვის დასანთებად ამზადებენ ამ შეშას და იმას რა მაგრამ ეს ლევანი რაღაცა სულ სასახლეა თუ ამათი რაც არის საცხოვრისი ამ შანე იმის გარშემო რაღაც ატო და დაინახავს რომ გამოყავთ ეს სოლოღაში და ეს სადღაც იქიდან გადაყავთ და ესენი დაუწყებენ ლანძღოს რა ქვია რომ შენ ყოფილხარ ესე იგი მოღალატო შენ გაგიშვესო და ხედავთ როგორ შემოტრიალ და უცბა და ესე მე ლევანი სულში ჩავაფურთხეს მეგობრებმა დამინახეს ეს ეუნება არა ძმებო ეგ როგორ იფიქრეთ იმანა გაშვებულია ახლა ასე თქვი ისე თქვი ისინი ჩაატარეს იქ დაბორკილები და ეს ლევანი ქუჩაში დგას გულგატეხილი და ესა და ხალხი იკრიბება ერეკებიან ხალხს ერეკებიან და ეს დადიანი
მოადგება და გამარჯობა და შინაურულად ელაპარაკება და ბოდის უხდის და ლევანს მოწონს რომ ძველი მეგობარივით მელაპარაკები ესენება ვინძლო მე შენი მეგობარიც ვიყო მაგრამ დაწყობს რაღაც საქმე ეხა მის მინაო მე მივდივარ აქედან შენ როგორც ხედავ გაგიშვესო ორი ცხენი მყავს დავით თუ ჩემთან არაფერი გაგიჭირდება ესეუნება მადლობთ მაგრამ მე რაღაცა ეგრე გუძნობა რომ ცოტა სხვა საქმეებიც მაქვს ახლა კეთევან ყველა შეხვდება თურმე ნუ იტყვით და ამ სიმონ ლეონიძის სახლი პანჯრები პირდაპირ გადასცქერეს სადაც ეს კოცონი პირდაპირ იქვია ესე ავლაბარში ნაცხოვრება საწყალი აი უკვე ეს გმირი ყველაზე პატიოსანი გმირი მკვდარია. ეხლა მეორე ტრაგიკული გმირი შეცდომიანი გმირიც რაღაცა უნდა ქნას ხო? აქ არის ბევრი კაცი ტევადი ქალაქის სცენებია და ლევანი და დადე რაღაცა იქ ჩამომდგარები არიან ასე. რატო არიან ჩამომდგარები და უნდა გამოიაროს ეტლმა. რომელშიც ფაიხოჟის და დიღომში აცილებენ სანახაობას. უცბად მოვარდება რომელიღაც ამ ოფიცრებიდან აღარ მახსოვს და რამე შეიძლება შახი მოხკლავს სიცახის მიყვავდა დიღომშო და აქეთ დაინახა რა ხდებოდა და თავი მოგვაყვანინაო და ჩვენ ესაო რა ქვია რომ ხალხია შეკრებილი და რა ხდება აინტერესებს რა ხდება და ამათ იციან რომ ხალხთან არ უშვებენ ფაიხოშს რომ გაიგოს სიმართლე რომ რა ხდება არის ის რომ ვიღაცები უნდა დასწვან ხო და ლევანი და დადიანიც კი ატყუებენ არაფერი ეს შეკრიბეს რაღაცა ჭიაკო რაღაცა სისულელებს ეუბნებიან თქვენ წამძადით დედოფალო თუ გალბატონო სადაც მიდიოდით ისა და ამას არა რაღაცაშია საქმე ეს ამდენი ხალხი რატო ტირის იძახეს ვაება არის აი ჰუი და ბოლოს იგებს ბრბოსგან რომ აქ ეხლა უნდა ხუთი ქართველი მოიყვანონ და ემასა დაწვან ცოცხლად და რა თქმა უნდა ხვდება ფაიხოშ რომ რა ქვია ეს ატყუებენ რომ გააცილონ რა ქვია ქალაქიდან მაშინ ახლა ემართება ნამდვილი გულყრა საწყალს ის ხო მოიგონა რომ გადაერჩინა ლევანი ახლა ვეღარ იკავებს თავს და ყოდება ეს გოგო ასე ყოდება ქუჩაში თბილისში იმის თმარა შახი ჯერ მოსული არ არის შახმა არიც ისე თავდება ეს პიესა რომ შახმას მარიცის რო შვილი მოუკვდა ხო და აი ნუ დიდი ამბავია რაღაცა და ყველა ნუ შეშინებულია ახლა იმ კაც რაღაცა ერთი შემაკავებელი ქონდა და ისიც მოუკვდა და მე ეს სცენა მთავრდება და ლევანი მიდის სიმონის სახლისკენ რომ კეთევანი მოიძიოს. ნუ ეს შეხვედრა არის რა თქმა უნდა უმაღლესი წერტილი განცდების ქალი ბედნიერი და კაცია გაორებული ესე იგი რომ უყვარს გიждდება. აი რომ ხედავს ცუდად ხდება. მაგრამ მეო სიმონს დაუპირდიო რომ ჩვენი ამბავი დამთავრდა და ეს რას ლაპარაკობ კაცოში. ხო მანამდე რა ხდება საინტერესო იცით. დიმიტრი დადიანი ყველა კი არ არის იქ. ამას რო ეძახიან მოღალატეს მეგობრებს რო ჩამოატარებენ. ეს თავს იმართლებს იქ ხალხში არაო და დადიანი ამბობს ხალხო მე ვიცი ვინც არის მოღალატე ქალიაო. სახელი არ ვიცი ვინ არის მაგრამ ქალიაო ერთადერთი ადამიანია ქალაქში ვისაც გასვლის უფლება მისცესო. და ამას ლევანი იმახსოვრებს რა თქმა უნდა. ეს ჩადებულია ეს სულები რა ქვია დრამატურგია მთელი ამბავი ეს არის. მოკლედ ასე გამოდის რომ ამ ხალხს უყვარს და თხოვს რომ გაიქცნენ და ეს ეუბნება რომ ჩვენ უნდა დავშორდეთ მე სიტყვა მივეცი კაცსა და ძალიან მიყვარხარ ყდები გამიჭირდება მაგრამ ის ამაზე გიждდება შენ რას ბოდაო შენი გულისთვის ნახევარი ქალაქი იმის რა ქვია ცეცხლისთვის ნუ ასე გამოზდის რა თავში ვიხლი საერთოდ ამას უწო ავიდეთ კაცო მიყვარხარო და აქ ხდება ეს უცბად გვიან დაარტყამს თუ რა იყო რომ შენახარო შენ გაგვეცი და რა თქმა უნდა როგორც ჭეშმარიტი ესეთი ქალი ესა ეუბნო რომ ხო და ეს გავაკეთეო ჩვენთვისო შენთვის შენც მე გადაგარჩინეო და ამ ყველაფერს დაულაგებს წინ
ეს კაცი ნუ ახლა თან აქ რა ხდება იცი უკვე ახლოვდება ესე იგი იწყება ეს პროცესია მოხავთ და ეს ლევანთან ფანჯარასთან დგას და უყურებს რომ მისი მეგობრები მოხავთ ხო და ამასობაში ისინი რა ქვია იქიდან ხედავენ ეს პანჯარაში გადმომდგარია და აგინებენ ეს სოლოღაშვილი და ისინი თვითონაც დაიცვა და ამდა გამოდის რომ ამან იმას აქ გამოაშორებს ეს ქალიან პანჯარას და ესეუნება რომ მეო ჩემ ძმასო ვინ შევარცხვინეო სიტყვა მივეციო რომ მოღალატე უნდა მოუკლაო ეს გაგიჟდი მე უნდა მომკლაო არა ძალიან მიყვარ ხარ ეს არის უმუხლები ხო აი ეს მოძრაობაა რა ქვია აბუ ავალიშვილი და ადომესხიშვილი ვაში ახალგაზრდა ჯერ ასაკში ხო გახსოვდეთ თეთრი როა სურათ აქ არის ბიჭი ამოიღებს ამ ანჯანს და ჩასცემს გულში ამგას და მოუხა ნუ და ეს თან მომაკვდავია და რა ქებიჭოს იყო მაგრამ თავარი არის ამ თენ ყველაფერი ამას რაც მოუყევი კაი ცუდის ასაცილოა ძველმოდური ახალეჯობა დასასრული არის ისეთი ქართული რომ ესა რა ქვია აი ეგ კლავდა ალბათ ხო და პანჯარაზე შედგება და იძახის მოიბო მოიცადეთ მე გასწავლი მე გაჩვენებთ როგორ უნდა სამშობლოსთვის სიკვდილი და ხტება ამ პანჯრიდან პირდაპირ ამ კოცონებში და ხალი წამოიწევს და მოკვდება და თავდება ეს სპექტაკლი აი ასე მაგ აკრძალეს ერთ კვირაში დაახლოებით თებერვალში უკვე აკრძალული იყო მაშინ კავკასიაში იყო რთული მდგომარეობა ძველი ჩვენი უფროსი რა ქვია მიხაილ ნიკოლაევიჩი 20 წელი იყო აქ მეფის ბიძა მეფეს ქალაქ დაჭირდა პეტერბურგს ხო და ახალ საშოდენ დონდუკო კორსაკოვი მოდიოდა გენერალი ხო და ცენზურა შეშინდაო რომ ეს არ დავახვედროთ ახალ იმას რა ქვია მეტი აღარ დადგმულა მალევე ატყდა ეს წერილები თბილისიდან კორესპონდენტმა გააგზავნა მოსკოვსკი ведомостьში ეს წერილი რეცენზია როგორ აღწერა იმის რა ხდება მე არ ვიცი იმის გვარი არც მინახავს და ის არც წერა ეს ქართველები წერენ იყო ჩამოსული და მასწავლებლობდა აქ და თანამშრომლობდა აი ამ მემარჯვენე იმაში ეს მოსკოვსკი ведомости ვინც რედაქტორობდა ეს კატკოვი მიხაილ ხო ეგ მალე მოკვდა რამდენიმე წელიწადში უკვე ხნიერი კაცი იყო მაგრამ ძალიან წამოიქაჩა აი ახალი ჩვენი იმპერატორის დროს ალექსანდრე მესამისთვის იმ წუთში მიიღო ტაინის საავეტნიკო და ეს იქ ლაპარაკში ჭკუა ეკითხებოდა ხო ამ რეცენზიაში წესი აღწერო იქო შეთქმულებაზეა ამბია ყველა ვიცით ეგ პიესა რაც არის მაგრამ გადამოიკეთესო თავის იმაზე მოირგეს რაღაცაზეო და ამ სომხებიც ყველა მიყოლებულია იქ რა ეს მაგენი შეთქმულებას აწყობენ ხო და აიო ამდენი ხარჯი გაწიეს მაგათო ანუ ეს კარგად კოსტუმირებული და დადგმული რო იყო ის იცოდა იმან აქ მოვაწე მასწავლებელი კაცი ხო არ ვიცი რა უნდა უყოვნო ხა ამ ტანსაცმელს ეგ ხო მადლი ღმერთსაო ცენზურა მიხვდაო და აკრძალა უკვე და ამდენი ხარჯი რო გაწიეს ამას რა უნდა უკრა რომ დროშები შეუკერიათო და ეს ქულაჯებიო და რაღაცა სასაცილო ტანსაცმელები აწვია ალბათ ცირკს უნდა მიიღო გოდფროას წერია და გოდფროას ცირკს მაგრამ ისინიც არ იყიდიან აი ესე ცირკს უნდა მიიღიდონ ანუ რაღაც ცოტა სხვა კონტექსტში ვიდრე ჩვენ შეულებრივ ყვები მაგრამ ეს არაფერს არ ცulis იმიტომ რომ მოწინავე მოყვა კატკოვი რამე მე თელი ბანდა იყო რა თეთრა სანდომიანი რუსების ნუ ჩვენ ხალხი არ ვართ ნადირები ვართ და ჩვენი ადგილი უნდა ვიცოდეთ ეს ხო და აქედან სხვათა შორის ბევრი წერილები იყო კატკოვთან პასუხა და პირველმა დაწერა შაქრო მაღალაშვილმა ზაქარია მაღალაშვილი ეს იყო თბილისის თავადაზნაურობის მარშალი პატარა კაცი კი არ იყო და პატარა არსებობს ეს წერილი იქ დაბეჭდეს გაზეთ გოლოსში თქვა აინა ბიჭო ანაირად უექცევი ძალიან მაგარი წერილია მე მოყვა რამდენი მიყო და აი ეს ილიამაც ეს კატკოვის პასუხა თავის აკადემიურობით იმით რაღაცა უფრო ემოცია ის არ არის დასაკარგი შაქროს წერილი იმიტომ რომ რუსებმა აი რასაც ჩვენ ვიტყვით არსებობს ორი რუსეთი რა ქვია რო ვამბობდით ერთხანო
მიხაილოვსკიმ დაწერა მწერალმა ჩვენ ბევრი წერდნენ ისინი აი უფრო ლიბერალურ პრესაში დამცავებს ხა არავის ეს არ ქონდა ნანახი მაგრამ პიესა ხო წაკითხული ქონდა და იდგმებოდა მთელ რუსეთში ერთ-ერთი პოპულარული იყო ის ვარიანტი რა სარდო რა რიზორი გრაფიდე რიზორი ეს ძალიან და მერეც არსებობს ასობით ფოტოები აგერ აქამდე აგვეს სტანისლავსკი და ვიღაცებიც კი თამაშობდნენ ანუ სანამ დაიქცეოდა რუსეთის იმპერია ეს იყო კარგი საგასტროლო სპექტაკლი იმიტომ რომ თბილისის რუსულ თეატრებში იდგმებოდა ეგა როცა ეს აკრძალული იყო აი არის ესეთი ამბავი რა ქვია ეს კიდე ცალკე ამბავია რომ სახელმწიფო რა ფულსაც თეატრს აძლევდა კავკასიაში სრული თეატრი იღებდა ჩვენ არ გვაძლევდნენ ამბებს არც ომხებს არ აძლევდნენ რა გონია ჩვენები ეს აწყა ყველა გალოდა და ის გალოდა ეს გალოდა ის კინიგზაში მუშაობს ეს იქ მუშაობს კოტეყებიან გადამწერ აი ეს უბედურება იყო რა თქმა უნდა მაგრამ მოხდა ეგრე რომ ქუთაისის გუბერნიაში ითამაშეს იგივე მაისში აქ ხო აკრძალულია და იქ ჯერ არ არის რაღაც აი ესეთი სისულელე მოხდა აქვე ქუთაისი დაიქცა ნუ ახლა წარმოიდგინე აქ რა იყო და იქ რა იქნებოდა მაშინ ნუ ფოტოშიც ითამაშა რაც მოასწრეს ითამაშა მე აღარ ყოფილა ესეთი უცნაური რამე წავიკითხე რომ ბამბო ავალიშვილმა ესე იგი რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან იშუა რაღაც მოკეთ იმას რაღაც სვლა ქონდა იქ კანცელარიაში რა მაშინდელში და კოტეო ყიფიანის ბენეფისისთვის გამოსთხოვა უფლება იმავე წლის შემოდგომას და ერთხელ ითამაშეს თბილისში მე ეგ აღარ დადგმა დავით ერისთავის სიცოცხლეში აღარ დადგმა და 1891 წელს კიდე შერემეტი იყო ახალი მეფის ნაცვალი დავარქვათ ისე და იმასთანაც ბაბომ ჩააწყო ჩემი ბენეფისია და არხეულის ქალი იყო ხო და კიდე ერთხელ ითამაშეს და ახალ საუკუნეში უკვე ეს ისინი ძალიან შერბილდა იმასაკა და იდგმებოდა სულ და ყველგან და ეს აი მე რომ თავში გითხარით რომ ფრაზა ის არის მე-20 საუკუნის 10-იანი წლების არის რომ მან აქვე მიმდანმა ბიჭმა რომ უთხრა მამულისთვის სასარგებლო რა გვია მე უკვე იდგმებოდა ესა ნუ რა თქმა უნდა ეხა კომუნისტებისთვის ეს გაქა 20-იან წლებში ხო ამაზე იბრძოდა საშინლად ასეთ რამე მაგრამ 30-იან წლების მიწურულს ეს რიზორი პიესა ფლანდრის სათაურით აჯანყების სოუსით ხელახლა იდგმებოდა ლენინგრადში, მოსკოვში, ასე ქალაქებში. და რუსთავის თეატრშიც დადგეს. მე ეს არც არავის უხსენებია და არც არავის უკვე კი გასაგებია რომ ეს არ არის თეატრი რაც დღეს ხანა ეს არ არის ის მასალა რაც დღეს ჭირდება თქვა თეატრი ეს მაგრამ ეს სხვა რამე იყო ამან ჩვენ შეიძლება თვლით რომ სხვა რამეებმა გამოუღვიძა ქვეყანაში ბევრი რამე მაგრამ ამან ასეთმა რა ქვია შეიძლება დასწინო როგორც ხელოვნებას ხო თუ ნამეტანი ბოროტი ხარ ხო და გაიღიმებ ხა თუ ცოტა კეთილი ხარ რაღაცებზე გაგიღიმება მაგრამ ამან მე მგონია რომ ეს იყო დამრტყმელი რაღაცა თან რო არ არსებობდა ორჯერ ზღაპარი ვრცელდებოდა და საცაკი დადგეს მე რაც ატყდა კიც თან განგვაჩერეს მაგრამ აი ეგ არის ხო რაც მე მოიცადეთ მე გაჩვენებთ როგორ უნდა სამშობლოსთვის სიკვდილი აი ესეთ რაღაც უცნაური რა გასაგები რაღაცით თავდება. მე სამწუხაროდ არ ვიცი, საიდან ხდებოდა იქ ლანდო მესხიშვილი, მაგრამ ეს რომ მაყურებელს შეშლი და ეს ნამდვილია, რა ვიცი. ესეთი ეს ამბავი მოკლედ და გზლათად შეიძლებოდა.